მოგესალმებით ახალ ამბებს 13 საათზე ნინო სალუქაძე გაგაცნობთ. ქართული ოცნების თავმჯდომარე პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეს და ბორდის წევრებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ საქართველოს მასშტაბით ჩატარებული კონფერენციები და დისკუსიის ფარგლებში გამოკვეთილი საკითხები. პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკურ პროცესებში ახალგაზრდების ჩართვის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით მომდევნო 2 წლის განმავლობაში მუშაობა აქტიურად გაგრძელდება. ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარეძე და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლევან ჟორჟოლიანი. ჩვენ განვიხილეთ ის შეხვედრები, რომლებიც შედგა რეგიონებში. ბევრი საკითხი გამოიკვეთა ამ შეხვედრაზე, ასევე ჩვენი სამომავლო გეგმები გავიარეთ ახალგაზრდული ორგანიზაციის საქმიანობის თვალსაზრისით. ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ განსაკუთრებით შემდეგი 2 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით დავსახეთ კონკრეტული გეგმები და აქტიური მუშაობა გაგრძელდება. ქვეყნის მართვა უნდა გადაიბარონ ახალგაზრდებმა მომავალში, აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით სწორად ჩვენი მუშაობის დაგეგმა და რა თქმა უნდა გედარხელ ვეთქვი რომ აქტიურად ვიმუშავებთ ამ მიმართულებით შემდეგი განსაკუთრებით 2 წლის განმავლობაში. გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურა თორნიკე კაჭარავასა და დავით დეგანოსიძის მიმართ პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. მოკლულის ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით სამართალდამცველმა სომხეთში დააკავეს მიმალვაში მყოფი დავით დეგანოსიძე, კაჭარავას და დეგანოსიძეს ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი განსწრაფ მუხლით აქვს წარდგენილი. თბილისის ცენტრში წლების წინ მომხდარი გახმაურებული მკვლელობის საქმე გახსნილად გუშინ გამოცხადდა. გამოძიებით დადგენილია, რომ 11 წლის წინ მომხდარი მკვლელობის მოტივი შურისძიება გახდა. ბრალდებულებმა 2015 წლის 25 დეკემბერს გიორგი კვარაცხელიას მისავე საცხოვრებელ კორპუსთან ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. დაზარალებული მხარის წარმომადგენელი და მთლიანად ოჯახი ველოდებით, რომ შეფარდებული იქნება შესაბამისი აღკვეთის ღონისძიება. ეს არის პატიმრობა, ასევე როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა დავით დეგანოსიძის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, იგი იმყოფება სომხეთში, დაკავებული და ვიმედოვნებ, რომ შესაბამისი პროცედურების გატარების შემდგომ მოხდება მისი ექსტრადირება საქართველოში. ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ალეკო ელისაშვილის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში დაიწყება. გამოძიების ინფორმაციით ალეკო ელისაშვილი საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობაში 2025 წლის 29 ნოემბერს შეიჭრა და იქ არსებულ ნივთებს ალებადი ნივთიერება დაასხა, თუმცა ცეცხლის წაკიდება ვერ შეძლო, რადგან მას ხელი მანდატურებმა შეუშალეს. ბრალდებულის გადაადგილებისა და საქალაქო სასამართლოს შენობაში შეჭრის ამსახველი ვიდეომასალა პროკურატურამ გაავრცელა. კადრებში ჩანს ბრალდებულის მხრიდან ერთ-ერთ მანდატურზე თავდასხმისა და საწინააღმდეგობის გაწევის ფაქტიც. დანაშაული 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ეს ადამიანი შევიდა კონკრეტულ სახელმწიფო შენობაში და სადამ ისი დაწვა. აქ საუბარი როა იმაზე, რომ თითქოს ადამიანი უდანაშაულა და შემდეგ ეს არის უმძიმესი დანაშაული და ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ აგენტურის სახეს, ხო, ისიც ხო ერთ-ერთი წარმომადგენელია ამ კოლექტიური ძალის. ეს ყველაფერი აჩვენებს აგენტურის სახეს და აჩვენებს რას, როდესაც ეს ადამიანები აგენტურა ელისაშვილის ამქმედებას აცხადებენ, ასე ვთქვათ, არადანაშაულებრივ ქმედებად. ეს ნიშნავს იმას, რომ მთლიანად ამ აგენტურის განწყობა, დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ არის ტერორისტული. და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამას სჭირდება სათანადო სამართლებრივი შეფასება, ამისათვის ბოლომდე მისაყვანე ყველა ის სამართლებრივი პროცესი, რომელიც არის საწყობილი. სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილება, რომელმაც ხელისუფლების ინიციატივით შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველოს შექმნის მმართველობა დაადასტურა. ასეთია მმართველი გუნდის შეფასება გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სლოვენიელი ბლოგერის საჩივარზე დაადგინა, რომ სასჯარო სივრცეში ადამიანების შეურაცხყოფის ფაქტების გამო მათ მიმართ გამოყენებული სასჯელი სამართლიანი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა კი ამ შემთხვევაში აუცილებელი იყო. პრემიერ-მინისტრის შეფასებით სწორედ აღნიშნულ მიდგომას ეფუძნება ქართული კანონმდებლობაც, რომელიც გარედან თავს მოხვეული აგრესიისა და სიძულვილის პრევენციას ემსახურება.
ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი გადაწყვეტილება. პრინციპი მარტივია, არ შეიძლება გასცაკანი მიეცეს სიძულვილს, აგრესიას სამართლებრივ საზოგადოებაში. ზუსტად ამ მიდგომას ეფუძნება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და ამ მიდგომას ეფუძნება ჩვენი კანონმდებლობაც, რომელიც მივიღეთ ცოტა ხნის წინ. თქვენ იცით, რომ ქვეყნის გარედან ჩვენ თავს გვახვევენ სიძულვილს, აგრესიას, რაც არის ქართული საზოგადოებისთვის არაორგანული მოვლენა. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ გარედან თავს მოხვეულ ტენდენციებს დაუპირისპირდეთ, ამას ემსახურება კანონმდებლობა და ამისათვის შეიქმნა შესაბამისი დეპარტამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროში. ამ მიმართულებით მაქსიმალურად აქტიურად უნდა გაგრძელდეს მუშაობა. ეს არის პრეცედენტული გადაწყვეტილება. ფაქტი არის, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს სიძულვილის ტირაჟირება მიზანმიმართულად ხდება, ამიტომ ამ ადამიანებს ძალიან წყინთ, როდესაც აქ საქართველოში ეროვნულ დონეზე არსებობს შესაბამისი რეგულაციები და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები ზურგს უმაგრებს იმ ცვლილებებს, რაც ცოტა ხნის წინ ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო. უშინწინდელი გადაწყვეტილება სლოვენიის წინააღმდეგ საერთოდ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი ითვალისწინებს შეურაცხყოფისთვის, ასევე ცილის წამებისათვის. შესაბამისად, ის რაც მისაღებია და ის რაც ევროპული კონვენციის შესაბამისია, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს იყოს გატარებული, რაც ხდება კიდეც და ვნახეთ, რომ პრაქტიკაში უკვე სიძულვილის ენის შეურაცხყოფების შემცირება ხდება, რაც გამოწვეულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტური საქმიანობით. სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტებზე ადმინისტრაციული საქმეების განხილვა გრძელდება. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ლევან ჭაფოძის მიმართვის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი განიხილა. შეურაცხყოფის ფაქტზე იოსებ მარტაშვილი სასამართლომ სამართალდამღვა ცნო და 500 ლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა. მოქალაქის მიმართ სიტყვა შეურაცხყოფის ფაქტზე სამართალდარღვევის ოქმი იქნა შედგენილი იოსებ მარტაშვილის მიმართ. გურჯაანის რაიონულ სასამართლოს დადგენილებით პიროვნება ცნობილი იქნა სამართალდამღვრად და განისაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. ნაციონალურ მოძრაობაში კრიზისი სულ უფრო მძვავდება. უკვე ყოფილი თავმჯდომარეში და პარტიული არჩევნების აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეგრეთ წოდებული რეფორმატორთა საბჭოს მენეჯმენტიც ამ მრჩევლის მიერ უნდა დააკომპლექტდეს. სხვა შემთხვევაში ის საბჭოს ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. საპასუხოდ ჟორჟოლიანი ბოკუჩავას ახსენებს, რომ ლეგიტიმაციის მთავარი წყარო მხოლოდ სააკაშვილია და ახსენებს იმასაც, რომ ლევან ხაბეიშვილი მან არჩევნების გარეშე შეცვალა. ამასთან ჟორჟოლიანმა თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით აზრი კიდევ ერთხელ შეიცვალა და განაცხადა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი ნაცმოძრაობის პრემიერობის კანდიდატობას დათანხმდება, თავად პარტიის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს. პრემიერ-მინისტრის შეფასებით აგენტურულ ოპოზიციას პრობლემები აქვს, მათ შორის საკუთარ ეგრეთ წოდებულ პარტნიორებთან თავის გამოჩენას კი ვერ ახერხებენ. ირაკლი კობახიძის თქმით, კოლექტიური ნაცმოძრაობისთვის მხოლოდ საზოგადოების უარი საკმარისი არ არის და კარეძალების მიერ მართული აგენტურა სამართლებრივ პასუხსაც მიიღებს. ჩვენი ამომრჩევლის საკმაოდ დიდი ნაწილიც და ფართო საზოგადოებაც ერთგვარად დაბნეულია წესდებით გათვალისწინებულია, რომ გავაგრძელებ ამ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობის მოვალეობის შესრულებას. ახლა საუბარია იმაზე, რომ თავმჯდომარის პოსტის გაუქმება მოხდეს ფორმალურად, სამართლებრივად ეს ასე ვერ მოხდება. სააკაშვილი იყოს ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ეს ძალიან სწორია, იმიტომ რომ ეს პრინციპში ყოველთვის ასე იყო. საუბრობდით დემოკრატიის აუცილებლობაზე, შიდა პარტიული დემოკრატიის აუცილებლობაზე. ამ პირდაპირ დემოკრატიის მოდელიდან უცებ გადავინაცვლოთ სხვა მოდელზე, სადაც დემოკრატიას და ხალხის ხმას პრინციპში ვივიწყებთ, მე მგონი არც თუ ისე სწორია და ხალხის ნდობის და ლეგიტიმაციის მიღების რა გზა არსებობს? არჩევნები. ისეთი რთული ვითარება, ასეთი რთული მემკვიდრეობა პარტიას არ ქონია არასდროს. თავმჯდომარეობა არ უქმდება ნაციონალურ მოძრაობაში. შეიქმნა დროებითი საბჭო, იმიტომ რომ ერთი გადაწყვეტილების მიმღები არ იყოს ამ 6 თვის ვადაში. თინასთან კავშირზე იყო ჩემამდე ამ რეფორმატორების საბჭოს დეტალებზე. ამ უმრჩეველს ეძლევა შესაძლებლობა, ასე აირჩიეს თავის დროზე იყო ლევან ვარშალომიძესა და ნიკა მელიაშორის, ასე იყო ხაბესა და ნიკა მელიაშორის. ეს წესი დაირღვა ერთადერთხელ. როდესაც თინა გახდა თავმჯდომარე, იმ შემთხვევაში დავთანხმდებით, თუ მიხეილ სააკაშვილი იტყვის, რომ ის იქნება პრემიერობის კანდიდატი, პასუხისმგებლობების აღებით, კამპანიის წარმართვაში ჩართვით, მან უნდა გააკეთოს ღია განცხადება, რომ ეს ჩემი კამპანიაა, მე ვარ ამ პარტიის პრემიერობის კანდიდატი. მარჩვენონ დემოკრატიული პარტიები, რომელიც არ არის ერთ კაცზე აგებული.
აი რომელი პარტია გახსენდება თქვენ რომელიც მრავალ ლიდერია არ მინახავს მე ნაციონალური მოძრაობისგან და თავმჯდომარის არჩევნები აგენტურა არის მოშლილი ეს ხომ ოპოზიციაც არ არის ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა და აგენტურა გამომდინარე იქიდან რომ იბრძვის პირველობისთვის პატრონების წინაშე ამ კონკურენციაში ისინი ასე ვთქვათ ვერ ახერხებენ იმ წარმატების შენარჩუნებასაც კი რაც ჰქონდათ თუნდაც წლების წინ არ არის საკმარისი მხოლოდ საზოგადოების პასუხი არჩევნებზე ამას სჭირდება სათანადო სამართლებრივი პასუხი ეს არის აგენტურა სჭირდება სათანადო სამართლებრივი შეფასება მათ საბოტას სჭირდება სათანადო სამართლებრივი შეფასება და ამისათვის რა თქმა უნდა ხელისუფლება მაქსიმუმს გააკეთებს ყოველთვის ესე ძალიან მძიმე დუბადრუკა დამთავრებს საკუთარ საქმიანობას ლუსტრირებული და გამოვლენილი აგენტურული კანტორა. რაც შეეხება სააკაშვილს, რა თქმა უნდა, ის ამ კანტორის ხელმძღვანელი იყო ყოველთვის, ვინაიდან აგენტების სიაში ყოველთვის იყო დაწინაურებული და ერთგვარი ნაცვლის ფუნქცია ყოველთვის ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობაში და ამ ფუნქციის დაკარგვა, რა თქმა უნდა, მომავალშიც არ უნდა, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, როცა აგენტი ხარ, იქ ნაცვლის ხექნები თუ ნაცვლის სათამაშო. შედეგი მაინც ერთია, აგენტებს და უცხო ქვეყნის სამსახურში უცხო ძალების სამსახურში მყოფ ადამიანებს არანაირი პერსპექტივა საქართველოში არ გააჩნიათ. ეს ზალა არის დამთავრებული, დაკონტრებული და რაც არ უნდა გააკეთო, როგორც არ უნდა მოახდინოს, რებრენდინგი ეგეწოლებული. ამ პარტიას ვეღარ გადაარჩენ, იმიტომ რომ ქართულმა ხალხმა ამ ძალას უთხრა უარი ერთხელ და სამუდამოდ. სულ რომ თავიანთი გარე პატრონების ან გარე აქტორების წინაშე როგორღაც ეს ფუნქცია შეინარჩუნ აგენტურის ფუნქცია. ჩვეულებრივი საცირკო წარმოდგენაა ხან დოკუჩავას შემოიყვანე, ხან ხაბეიშვილი ყავდა, ახლა ჟორჟოლიანი მოიყვანეს, დაკოტრებული ინტელექტისაგან გამოშიგნული ძალა. კერძო სექტორის მხარდამჭერი მმართველობით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო 20-ში, მსოფლიოში კი 31 ადგილზეა. რეიტინგს ჩენდლერის ინსტიტუტის კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში აქვეყნებს. საქართველოს მთავრობა მაღალი შეფასება მიიღო და უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 17 სახელმწიფოს. გლობალური კვლევის ფარგლებში საქართველოს შეაფასა 7 საერთაშორისო შემფასებელმა ორგანიზაციამ და პროექტმა. მიღწეული შედეგები ასახავს ქვეყნის პოზიციებს ბიზნეს გარემოს რეგულირების და ეკონომიკური მმართველობის კუთხით. ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორებზე დაყრდნობით მომზადებული ეს მაჩვენებელი აფასებს თუ რამდენად ეფექტურად უწყობს ხელს სახელმწიფო პოლიტიკა კერძო სექტორის განვითარებას. ჩვენ გვაქვს მაქსიმალურად ჯანსაღი ეკონომიკური პოლიტიკა ამის ნაწილია რა თქმა უნდა დამოკიდებულება კერძო სექტორის მიმართ ყველა მიმართულებით საქართველოს არის მოწინავე და ჩვენ უსწრებთ არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას ყველა ეკონომიკური პარამეტრით, რაც დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესთან. აქედან გამომდინარე ეს რეიტინგი არის აბსოლუტურად ლოგიკური. კერძო სექტორის მხარდამჭერი პოლიტიკითა და მმართველობით საქართველოს არის მსოფლიოში 31 პოზიციაზე, ევროპის საუკეთესო 20-ში და ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში. საქართველოს ყველაფერს აკეთებს ჩვენი მთავრობა, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კერძო სექტორი იყოს მხარდაჭერილი, რომ ჩამოყალიბდეს ძლიერი საშუალო ფენა, რაც ბუნებრივია არის კეთილდღეობის გარანტია საქართველოსთვის. საქართველოს განათლების მინისტრი პარიზში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში გივი მიქანიძემ ოფიციალური შეხვედრები გამართა იუნესკოს გენერალურ დირექტორთან და განათლების საკითხებში იუნესკოს გენერალური დირექტორის მოადგილესთან. ხარებმა საქართველოსა და იუნესკოს შორის მრავალწლიანი პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები განიხილეს. გივი მიქანიძემ მასპინძლებს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. იუნესკოს წარმომადგენელმა გამოხატეს მზადყოფნა, რომ ორგანიზაციამ მომავალშიც აქტიურად დაუჭიროს მხარი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროების განვითარებას. იუნესკოს ხელმძღვანელობის მხრიდან ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს არის გამორჩეული პარტნიორი იუნესკოსთვის და არაერთი მიმართულებით საქართველოსგან ბევრი მნიშვნელოვანი კონტრიბუცია განხორციელებულა სხვადასხვა იდეებისა თუ უკვე მიღწევების გაზიარების თვალსაზრისით. შევთანხმდით, რომ სამომავლოდ არა მარტო ინფორმაციის გაცვლით, არამედ სხვადასხვა კვლევებში ჩართულობით განათლების კუთხით და ასევე STEM მიმართულების თანამშრომლობით გვექნება აქტიური კომუნიკაცია. იუნესკოს გენდირექტორმა დიდი ინტერესით მოისმინა ის ცვლილებები, ის ამბიციური გეგმები და რეფორმები, რაც საქართველოში მიმდინარეობს კერძო ზოგადი და უმაღლესი განათლების სფეროში.
ასევე მის მოადგილესთან დილას გამართულ შეხვედრაზე უფრო დეტალურად იქნა სექტორულად განხილული რეფორმის მიმდინარეობა. სადაც იუნესკოს წარმომადგენლებმა თქვეს, რომ საქართველოში მიმდინარე რეფორმები არა მარტო ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ სხვა ქვეყნებისთვის შეიძლება იყოს ინსპირაციის წყარო. შინაგან საქმეთა მინისტრმა პირველ მოადგილესთან ერთად ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა. სულხან თამაზაშვილმა თანამშრომლებთან უწყების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და რეგიონში სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის პრევენციის მიზნით გატარებული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მინისტრმა აღნიშნა, რომ სამართალდამცველებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. სულხან თამაზაშვილი სამინისტრო სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია, სადაც თანამშრომლების სამუშაო სივრცე, ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა. დანაყოფების ხელმძღვანელებმა მინისტრს რეგიონში არსებული ვითარების მიმდინარე საქმიანობისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაცია გააცნო. არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად არასრულწლოვანს ცივი არაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღით დანა ნიუთმტკიცება დამოიღო. დანაშაული 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 1 კილოგრამამდე, ასევე 89 შეკვრა დაფასებული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ქვემო ქართლის პოლიციამ ქურდობის ფაქტი აღკვეთა, დაკავებულია ორი პირი. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულები რუსთავში მოქალაქის კუთვნილი სამარშრუტო მიკროავტობუსიდან ნივთების მოპარვას ცდილობდნენ. ოპერატიული რეაგირების შედეგად სამართალდამცველებმა ორივე მათგანი დანაშაულის ჩადენის ადგილზე დააკავეს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა და განათლების საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მალიამ ლაშქმა ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის სივრცეები მოინახულეს. ვიზიტის მიზანი ხულოს მუნიციპალიტეტში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და ადგილობრივი საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერა იყო. პარლამენტის წევრებმა უშუალოდ შეაფასეს მერის პროგრამების ეფექტურობა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ბიზნესის სტიმულირებასა და ქალთა ჩართულობის გაზრდას რეგიონის ეკონომიკურ ცხოვრებაში. დეპუტატები ასევე პროგრამის ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება მიმდინარე წლის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ბენეფიციარებსაც შეხვდნენ. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მოსახლეობას არა მხოლოდ სოციალური მიმართულებით კონსულტაციებს უწევს, ასევე მათ ეკონომიკურ გაძლიერებასაც უწყობს ხელს. ძალიან მნიშვნელოვანია ეს მხარე მისი დატვირთვით, ასევე ჩვენ მოვინახულეთ როგორც სახლ-მუზეუმი, ვიყავით ასევე სხალთის მონასტერში და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვანი მიგნებები გვაქვს, მათ შორის განათლების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება ხულოს მუნიციპალიტეტში, ქალთა ოთახებში და სწორედ ამ კუთხით ქალთა გაძლიერება ეს არის ყველა ინსტიტუციების ჩართულობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და მგონია, რომ მომავალშიც ასეთი ინიციატივები კიდევ უფრო გააძლიერებს ქალებს მთაში. დავათვალიერეთ საგანმანათლებლო სივრცეები, ტურისტული ლოკაციები, შევხვდით როგორც საკრებულოს წარმომადგენლებს, ასევე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, მოისმინეს და გაეცნენ ადგილზე მუნიციპალიტეტის პროგრამებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტში სპორტულ ინფრასტრუქტურას გაეცნო. ზურა პატარაძემ ბათუმში ანგისისა და ლეონიძის ქუჩებზე მდებარე საფეხბურთო ბაზები დაათვალიერა და საფეხბურთო კლუბ დინამო ბათუმის პრეზიდენტთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ქობულეთში კი ჩელე არენაზე მთავრობის თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან და ვეტერან ფეხბურთელ რევაზ ჩელებაძესთან ერთად ჩელეს თასის მონაწილეებს შეხვდა. ზურა პატარაძის განცხადებით, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და სპორტის განვითარება რეგიონის ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
მიმდინარეობს აქ ინფრასტრუქტურული პროექტი, სტადიონის მოწესრიგება და ნამდვილად ასაღნიშნი არის, რომ უკვე ღამის საათებში სულ მალე ქობულეთში შესაძლებელი იქნება ფეხბურთის თამაში, ვინაიდან უკვე დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის გარე განათება. ამავდროულად მიმდინარეობს შიდა სამუშაოები, ფილების მოწყობა, დაგეგმილი არის სკამების გამოცვლა, გარე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ამავდროულად ჩვენ მოვინახულეთ ბათუმის სტადიონი, თუ რა ხდება დღეს იქ, რა გამოწვევები არის, რა ტურნირები ჩატარდება უახლოეს პერიოდში. ვისაუბროთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ძალიან ნიშანდობლივია, რომ რეგიონის ხელმძღვანელობა და მუნიციპალიტეტის მერი ინტერესდება ბათუმის დინამოს ყოველდღიური ყოფით და ეცნობა ჩვენს გეგმებს. მიმდინარეობს სტადიონის რეაბილიტაცია, გაკეთებულია მინდვრები, გაკეთდა განათება, გვესტუმრა თავრობის აჭარის თავრობის თავმჯდომარე და მაგრამ ვგრძნობთ ხარდაჭერას, თავრობის ხარდაჭერას და ძალიან კმაყოფილი ვარ. ბათუმში ახალი ქორწინების სახლი აშენდება. პროექტი ქართველი არქიტექტორის მიერ არის შექმნილი და სრულად შეესაბამება ქალაქის თანამედროვე ურბანულ გარემოს, არქიტექტურული იერსახესა და ზღვისპირა ლანდშაფტს. მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორია იუსტიციის მინისტრმა მოადგილესთან, იუსტიციის სახლის თავმჯდომარესთან და ბათუმის მერთან ერთად დაათვალიერა. პროექტის მიზანია მოქალაქეებისთვის ხარისხიანი, კომფორტული და თანამედროვე სერვისის მიწოდება. ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ახალი ქორწინების სახლი აშენდება. შენობის პროექტის ავტორი ქართველია. ის სრულად არის მორგებული ბათუმის თანამედროვე ურბანულ დაგეგმარებას და ზღვისპირა ლანდშაფტს. ბათუმი არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად განვითარებადი ქალაქი. ის არის მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ტურისტული ცენტრი, რომელიც ყოველწლიურად 100,000-ობით ვიზიტორს მასპინძლობს. ეს პროექტი ქალაქის განვითარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის. ამ პროექტის მთავარი უპირატესობა მისი ადგილმდებარეობა, ზღვისპირა ლოკაცია მას კიდევ უფრო განსაკუთრებულ ხასიათს შესცენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის ორგანიზებით საქართველოს გერმანელი ღვინის მაგისტრი სტუმრობდა, რომელიც იმერეთში ქართული ღვინის მარნებსა და კომპანიებს გაეცნო. კონსტანტინ ბაუმი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღვინის YouTube არხის მფლობელია 200,000-ზე მეტი გამომწერით. მას საკუთარ ონლაინ მაღაზიაში წარმოდგენილი აქვს პერსონალურად შერჩეული ღვინოები. გერმანიიდან სტუმარი იყო ღვინის მაგისტრი კონსტანტინე ბაუმი. გავასინჯეთ იმერული ღვინოები, ციცკა, ცოლიკაური, კრახუნა, წითლებიდან ალანდასტური, ოცხანური საფერე. ძალიან მოეწონა, ამას ძალიან გაგვახარა. ჩვენთვის დამატებითი სტიმულია ესეთი სტუმრების მიღება, მაგათი რჩევების გაზიარება. განსხვავებული კლიმატური პირობების წყალობით აქ სრულიად განსხვავებული სტილის ღვინოების წარმოებაა შესაძლებელი. უფრო უხვინალექი, განსხვავებული ტემპერატურული პირობები ღვინოების განსაკუთრებულ სიხალისეს, ცოცხალ ხასიათსა და განსხვავებულ არომატულ პროფილს ანიჭებს. ასევე ძალიან საინტერესო იყო სხვადასხვა მასშტაბის მარნების მონახულება და იმის გაცნობიერება, თუ რა პოტენციალი აქვს იმერეთს მომავალში. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ინდოეთში საქართველოს შესახებ road show გაიმართა. მასშტაბური ღონისძიებები ბენგალურუსა და ჩენაიში მოეწყო. road show-ში საქართველოდან 10 ქართული ტურისტული კომპანია მონაწილეობდა. ორივე ქალაქში გამართულ ღონისძიებას ინდოეთიდან 100-მდე ტუროპერატორი დაესწრო. პრეზენტაციების პარალელურად ღონისძიებები მოიცავდა სამუშაო შეხვედრებს B2B ფორმატში. ქართული და ინდური ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრებზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ინდოეთი ჩვენთვის ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზარია. წლის განმავლობაში არაერთი ღონისძიება გვაქვს, რომელიც ერთის მხრივ ინდოეთში გაიმართება და მეორეს მხრივ ინდოეთიდან საქართველოში ჩამოყავს როგორც ინფლუენსერები, ისე საინფორმაციო ტურებზე ტურისტული კომპანიები იმისთვის, რომ ქართულ კერძო სექტორს ხელი შევუწყოთ ბიზნეს კონტაქტების დამყარებაში და მეორეს მხრივ საქართველოს ცნობადობა ინდოეთში გაიზარდოს. ასეთი road show-ები, როცა ტარდება სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა შტატში, ეს კიდევ უფრო დიდი ინტერესი წევს, კიდევ უფრო დიდი გამოხმაურება აქვს, ვინაიდან ჩავდივართ იმ ქალაქებში და იმ შტატებში, სადაც მოსახლეობა 10 მილიონია და ბუნებრივია, როცა მიდათ შენი პროდუქცია ადგილზე, ეს უფრო დიდი ინტერესი და დიდი გამოხმაურებას იწვევს, ასე რომ დარწმუნებული ვარ, ასეთი სახის ღონისძიებები ძალიან გაამართლებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს შესახებ ინფორმაციის მიღება. ინდოეთსა და საქართველოს შორის მყარი ურთიერთობების დამყარება, პარტნიორების დახმარებით საქართველოს როგორც ტურისტული
მიმართულების შეთავაზება მოგზაურებისთვის ბევრად უფრო მარტივი და ეფექტური ხდება. სანდო პარტნიორების ყოლა ჩვენს კლიენტებს ეხმარება ის იამოვნონ დასვენებით და იდეალური შვებულება გაატარონ საქართველოში. ასე რომ ეს ღონისძიებები უაღრესად მნიშვნელოვანია, ვცდილობთ დავამყაროთ კარგი ურთიერთობები და შევიძინოთ ახალი კონტაქტები საქართველოს პოპულარიზაციისთვის. სპორტის მინისტრი რაფის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. მხარებმა 11 ივლისს საქართველოში დაგეგმილ რაფ ჯორჯიას ღონისძიების შესახებ ისაუბრეს. მინისტრმა მათ ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. Real American Freestylis ტურნირი ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ პირველად იმართება, რაც ღონისძიებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ტურნირში მონაწილეობს მსოფლიოს საუკეთესო 24 სპორტსმენი, მათ შორის ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები. პირველად ტარდება ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ საერთაშორისო ღონისძიება, რომელსაც სწორედ ჩვენი ქვეყანა და თბილისი მასპინძლობს. ასევე მინდა აღვნიშნო ის მაღალი კვალიფიკაციის მქონე მოჭიდავეების ასპარეზობა, რომლებიც იღებენ მონაწილეობას ამ შეჯიბრებაში, როგორც ოლიმპიური ჩემპიონები, ასევე მსოფლიო ჩემპიონები. რა თქმა უნდა, ქართულ გულშემატკივარს, ქართულ გულშემატკივრებს ელოდებათ ძალიან საინტერესო ორთაბრძოლები 11 ივლისს. ჩვენ გადავწყვიტეთ ამ ღონისძიების საქართველოში ჩატარება, რადგან ჭიდაობა ამ ქვეყანაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და დაფასებული სპორტია. ჩვენთვის დიდი პატივი იყო გვემუშავა ისეთ გამორჩეულ ქართველ მოჭიდავეებთან, როგორებიც არიან ლადო, თედო და სხვა წარმატებული მოჭიდავეები. ასევე მერაბ დვალიშვილთან, რომელიც დღეს MMA-ის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავია. როდესაც შემოგვთავაზეს ამ ღონისძიების საქართველოში ჩატარება, ეს დიდი პატივი იყო ჩვენთვის. შესაძლებლობა მოგვეცა საქართველოში ჩაგვეტარებინა აღნიშნული ღონისძიება და ჩვენი დაახლოებით 8 კვირაში შევქმნით. ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა ქართველი ხალხის, სამინისტროს მხარდაჭერისა და ერთობლივი ძალისხმევის წყალობით. ეს იყო ამ დროისთვის ბოლო ინფორმაცია, ახლა კი ეთერს ბიზნეს პოსტს ვუთმობთ.